20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება ნიკო ფიროსმანის შველი წყლის პირას ფონდმა ქართულ ეროვნულ მუზეუმს დღეს ოფიციალურად გადასცა. ცერემონიალი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა და ფიროსმანის სხვა ნამუშევრებთან ერთად ამავე სივრცეში გამოიფინება. შველი წყლის პირას 2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა სოთბის აუქციონზე 629,000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა და საქართველოში დააბრუნა. დღეიდან კი მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. გენო სიყმანშვილი იმყოფებოდა გახსნის ცერემონიალზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. გენო, საღამო მშვიდობისა, გისმენთ. შველი წყლის პირას უკვე 152 სურათია, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნიკო ფიროსმანის კოლექციაში დღეიდან ჩაეწერა. ამის ოფიციალური ნაწილი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, სადაც კულტურის მინისტრმა, ასევე მოწვეულმა საზოგადოებამ ფიროსმანის შემოქმედებაზე და მსოფლიოში მისი ცნობადობის ამაღლებაზე ისაუბრეს. თავად ნახატი კი ფართო საზოგადოებისთვის პირველად გამოიფინა. ის წლების განმავლობაში საქართველოში იყო, თუმცა კერძო საკუთრებაში ციციშვილი გედევანიშვილების ოჯახში 1959 წლიდან 2011 წლამდე ინახებოდა, რის გამოც ასე ღიად არასოდეს გამოუტანიათ. 2011 წელს კი შველი წყლის პირას სოთბის აუქციონზე გაიყიდა. თუმცა ზუსტად 5 წლის თავზე 2016 წელს ფიროსმანი გასაყიდად კვლავ სოთბიზე გამოიტანეს, სადაც უკვე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. სწორედ აქედან იწყება ფიროსმანის სამშობლოში დაბრუნების ახალი ისტორია. ის რომ ეს ნახატი დღეს აქ არის და სამშობლოში დაბრუნდა, დამსახურება არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდი ქართუსი, რისთვისაც მე მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა იმისთვის, რომ ეს ნამუშევარი სამშობლოში დაბრუნდა. მე სხვა შემთხვევაში ის გახდებოდა ალბათ რომელიმე კერძო კოლექციის საკუთრება და ბუნებრივია ხელმიუწვდომელი იქნებოდა ფართო საზოგადოებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან დიდ ინტერესს გამოიწვევს დამთვალიერებლებში და ვეპატიჟებით ყველას და ველოდებით დამთვალიერებლებს ეროვნულ მუზეუმში აქ იმისთვის, რომ ეს შედევრი თავად ნახოთ. ფიროსმანი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი, ქართველი მხატვარი მსოფლიოში. ანუ მე ვიტყოდი, რომ მას კიდევ მეტი აღიარება ჭირდება და შეუძლია. ამიტომაც ის დიდი ინტერესი, რომელიც არის, როგორც ჩვენ საზოგადოებაში, ისე მსოფლიო საზოგადოებაში კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ არსებობს კიდევ ფიროსმანის შედევრები, რომელიც ყველას არ გვინახავს. ჩვენ ვახორციელებთ ხელოვნების დარგის სისტემურ ხარდაჭერას, რაც გამოიხატება მუზეუმების, ისტორიული ძეგლების და სხვა მრავალი ობიექტის აღდგენაში და შენახვაში და ერთ-ერთი მიმართულება არის იმ ჩვენი ცნობილი და საყვარელი მხატვრების შედევრების დაბრუნებას უცხოეთიდან, სადაც ისინი სხვადასხვა პერიოდში მოხვდნენ და მიმართული არის იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა უშუალოდ თავის თვალით იხილოს ეს შედევრები და იამაყოს მათ. შველი წყლის პირას ნიკო ფიროსმანის უკვე მეორე ნამუშევარია, რომელიც ფონდმა ქართულ საერთაშორისო აუქციონზე შეიძინა და სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა. პირველი კი არსენალის მთა ღამით იყო, რომელიც 2015 წელს ბიძინა ივანიშვილმა ასევე სოთბის აუქციონზე შეიძინა. შველი წყლის პირას კი დღეიდან გამოიფინება ეროვნულ მუზეუმში და მისი ნახვა შაბათ-კვირის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. მადლობა, გენო სიყმანშვილი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. ქართული